ესე იგი, დღეს გვაქვს საოჯახო კონტენტი, იმიტომ რომ უნდა გაჩვენოთ სამსაძინებლიანი ბინა, რომელიც ძალიან კარგი იქნება ოჯახისთვის. დავიწყოთ სამზარეულოთი, როგორც ხედავთ, გამოყენებულია ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი ხარისხის მასალა. ეს ტექნიკაც, რასაც ხედავთ, რჩება მაცივარი და გასქურა. აქეთ კი გვაქვს მისაღების სივრცე. მისაღების სივრცე არის ასევე ძალიან ნათელი, ლამაზი და კარგად არის ფართი შენარჩუნებული მოსასვენებლად და ეს ავეჯიც რჩება. გადავინაცვლოთ პირველ საძინებელში, მობრძანდით. საძინებელი არის ძალიან კარგი ზომის, ლამაზი ფერების, ეს ავეჯი რჩება და არის გასასვლელი აივანზე. ნახოთ მეორე საძინებელი. მობრძანდით. ეს საძინებელიც არის ნათელი, აქ ავეჯი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ უკვე თქვენი გემოვნებით დააგეგმაროთ, გვაქვს გასასვლელი აივანზე. და ვნახოთ მესამე საძინებელი, რომელიც ამჟამად გამოიყენება როგორც საბავშვო ოთახი. აქ უკვე აივანზე გასასვლელი არ გვაქვს, თუმცა ასევე ძალიან ნათელია და ლამაზი ხედის გარედან. ახლა კი ვნახოთ სველი წერტილი, აი მისაღები კითხულობთ ხოლმე, აქ არის, არცა წასულა. აქ გვაქვს უკვე სველი წერტილი, საკმაოდ ნორმალური ზომის და ძალიან სადა და ლამაზ ფერებში გადაწყვეტილია. ეს ყველაფერი ასევე რჩება. და ვიცი როგორ დაგტოვებდით აივნის ნახვის გარეშე, გაინტერესებთ. ახლა ნახავთ პროფესიული თავგანწირვის მაგალითს, იმიტომ რომ საშინელი ქარია, მაგრამ არის ტვირის ხედი, მობრძანდით. თუ მოგეწონათ ეს ბინა, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.